GDS-ის დაბადების დღე ტელევიზიის თანამშრომლებმა სამსახურში ერთად აღნიშნეს. 2 წლის წინ 23 ნოემბერს ტელეკომპანია GDS-ი და მასთან ერთად უამრავი ახალი იდეა და პროექტი დაიბადა. GDS უსურვებ, რომ აი ეს გეგმა, რაც გვაქვს, ეს ბოლომდე განახორციელოს და რა თქმა უნდა თანამშრომლებს ულოცავ, უამრავი თანამშრომელი ყავს GDS, რომლებსაც ძალიან უყვართ ეს არხი და მოკლედ უსურვებ, რომ მათ ემუშაოთ ყველაზე მაგარ და წარმატებულ გასართობ ტელევიზიაში. ტელევიზიაში მოწყობილ პატარა დღესასწაულს პროექტ 1-1-ის მესამე სეზონის მონაწილეები და მეგაშოუს ქართველი თუ უცხოელი შემქმნელები შეუერთდნენ. იმ ადამიანებმა, რომლებიც GDS-ში სხვადასხვა პროექტებზე მუშაობენ, ტელევიზიის 2-წლიანი ისტორია ჩვენი სიუჟეტისთვის კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ზოგმა უცნაური ფორმითაც გამოხატა ემოცია. GDS ულოცავ დაბადების დღეს ძალიან მიყვარს, აი ძალიან მიყვარს. Happy birthday! წარმატებებს უსურვებ და ეს არის მართლა ჩემი შვილი, ვით მიყვარს. ძალიან მაგარი არის, აი ეს ხალხი, აი ეს ყველა არის ჩემი ოჯახის წევრი. შეგრძნება მაქვს ხოლმე, რომ ძალიან დიდი ხანია უკვე აქ ვარ და რამდენიმე დღის წინ რომ დავსხედი და გავანალიზებ, რომ არა, მხოლოდ 2 წელია, რა პატარები ვართ, აი ეს შეგრძნება გამიჩნდა. GDS-ი ერთადერთი ტელევიზიაა საქართველოში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დაცვით HD ფორმატში მაუწყებლობს. პირველი პროექტი, რომელიც 2 წლის წინ GDS-ის ეთერში ჩაეშვა, ყოველდღიური მუსიკალური გადაცემა ტოპ-10 იყო. ტოპ-10 სხვა წამყვანებთან ერთად სანდრა პაიჭაძეს მიყავდა, რომელიც დღეს GDS დილის ფიტნეს ინსტრუქტორია. დილის გადაცემაც GDS-ის ერთ-ერთი პირველი პროექტია, რომლის მთავარი მიზანი ინფორმაციულობასთან და შემეცნებასთან ერთად დღესაც ენერგიის და პოზიტივის შეთავაზებაა. GDS-ის ეთერს კი შუადღის თოქ-შოუ აგრძელებს, სადაც წამყვანები მშვიდი და სტუმართმოყვარე გარემოში უამრავ თემას და პრობლემას სტუმრებთან ერთად განიხილავენ. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ GDpedia, რომელსაც ასევე 2 წელი შეუსრულდა. ეს არის ყველასთვის ნაცნობი გადაცემა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ GDS-ის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათიც გახდა. გოგოებს სულაც არ სურთ მარტო ყოფნა და შენ მას ხელს არაფერში შეუშლ. ულოცავ 2 წლის თავს, ასე ვთქვათ, უსურვებ წარმატებებს, ძალიან მაგარი ბავშვები არიან. აბსოლუტურად ყველა მათგანმა გაამართლა ჩემი იმედები და მინდა რომ კიდევ და უფრო მეტი წინსვლა, მეტი განვითარება დაინახოს ხალხმა მათში და მეც მათ შორის. ულოცავ GDpedia-ს და GDS დაბადების დღეს და მინდა რომ GDS-ი იყოს ყველაზე მაგარი არხი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ულოცავ GDS დაბადების დღეს ჩემთვის ყველაზე უსაყვარლეს და უკარგეს ტელევიზიას და რა თქმა უნდა, ჩემს გადაცემას GDpedia-ს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. GDS-თან ერთად 2 წლის იუბილე GDpedia-შიც აღნიშნეს და სადღესასწაულო კვირა-დღეს მაყურებელს შემეცნებით გასართობ სიუჟეტებთან ერთად სპეციალურად ამ დღისთვის დადგმული ორიგინალური ფლეშმობით შესთავაზეს. GDS TV-ს შემოქმედებითი ჯგუფი არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს. უკვე მეორე სეზონია ამ არხზე პროექტი პეპრის ეფექტი გადის, რომელიც მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების ალტერნატიულ ისტორიას მოგვითხრობს. ინოვაცია ამ სეზონის სიახლეა, სადაც არა მარტო უცხოეთში შექმნილ პროდუქციას, არამედ ქართულ კინოს, მის მიღწევებს და პრობლემებს განიხილავენ. 9 კარი საქველმოქმედო გასართობი გეიმ შოუა, მაყურებელმა კინოვაციის მსგავსად ახალ სეზონზე იხილა. Urban Stories ეს არის გადაცემა, რომელიც გამორჩეულ მაყურებელს იზიდავს. გადმოცემის უცნაური ხერხებით ურბანები ურბანულ ისტორიას უკვე მეოთხე სეზონია მოგვითხრობენ. კიბერჰაუსი 21 საუკუნის გადაცემაა, რომელიც ტექნოლოგიური მიღწევების და გამოგონებების შესახებ კვირაში ერთხელ გვყვება. GDS-ი აგრძელებს ისევ თავის, ასე ვთქვათ, მიმართულებას, ეს იქნება ისევ გასართობი არხი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ პროცენტულად უფრო მეტი ნაწილი დაეთმობა სერიალებს და აქ რომ დავუნიშნო, რომ ჩვენი საკუთარი წარმოების სერიალი იქნება უფრო მეტი ვიდრე წინა წლებში.
იქნება ასევე მუსიკალური შოუები და ასევე ლაივები, დილა, შუადრა და ასე შემდეგ გადაცემების მხრივ ვაგრძელებთ იგივეს. უბრალოდ დაემატება ერთი ток-შოუ, რომელიც იქნება ანალიტიკური და მხოლოდ ესრულება იქნება. GDS-ის ისტორიას კი ისტორიული გადაცემა დროის მანქანა-ქმნის. ეს არის ქართულ მეფეებზე შექმნილი უნიკალური რეკონსტრუქციების დახმარებით გაცოცხლებული სერიები. ასევე გრაფიკული ანიმაციური ფილმი Super Biba. Mr. Goodman, როგორ ახარ? იმაზე უარესი ხდება რაც აქ არის? GDS Production-ის მიერ შექმნილი კომედიური ჟანრის სერიალი პანიკის გარეშე და რა თქმა უნდა ახალი სიტყვა ქართულ ტელესივრცეში ფანტასტიკური ჟანრის სერიალი პარადოქსი, რომელმაც წარმატება საერთაშორისო ასპარეზზეც მოიპოვა. ახალი სიცოცხლე საზღვარგარეთ უკრაინაში დაიწყო. დღეს მას უკრაინული ახალგაზრდული არხი NLO აჩვენებს. ჩვენ უკვე NLO TV და GDS TV გადავედით შემდეგ ეტაპზე და უკვე მინდის მოლაპარაკება მეორე სეზონის კოპროდუქციაზე, ანუ ერთად გადავიღებთ ამ ყველაფერს და სექტემბრისთვის უკვე ორივე არხი ჩავსვათ ეთერში და მაყურებელს სასექტემბროდ მეორე სეზონის ნახვის შესაძლებლობა ექნება. GDS-ის დაბადების დღეს დაემთხვა ახალი ქართული ეპოქალური დრამა სერიალის ტიფლისის სატელევიზიო პრემიერაც, რომელსაც უკვე მოყვა დადებითი გამოხმაურება მაყურებლის მხრიდან. ტიფლისის სიუჟეტი მე-19 საუკუნის ალტერნატიულ თბილისში ვითარდება. მაშინ, როცა თავადაზნაურობა გავლენის სფეროებს ინაწილებს. ყაჩაღები კი სამართლიანობის აღდგენას არაკანონიერი ხერხებით ცდილობენ. უკრაინელები შენ მოგაგნებენ, ჯობია ის გააკეთო, რასაც ჩვენ გეუბნებით. ეს არის მე-19 საუკუნის თბილისზე. არის ხუთი მეგობრის ისტორია, თეში გავარდნენ მართალ ხალხზე, ასე ვთქვათ, ახალგაზრდებზე, რომლებიც იბრძვიან სიმართლისთვის და ყველას პრეისტორია არის ძალიან დრამატული, ძალიან ბევრი პერსონაჟი ყავდა ესეთი ქართველებს, რომლებიც სამწუხაროდ წიგნებშიც არ არიან აღწერილი ისე ჩემი აზრით, როგორც იმსახურებდნენ და რატომაც ანუ სიტყვა ყაჩაღით არის ყველა მოხსენიებული. საავტორო პროექტების გარდა GDS-ი მაყურებლისთვის ყოველ წელს საერთაშორისო ბაზრობებზე უახლეს კინოს და სატელევიზიო პროდუქციას ყიდულობს. ყველაზე რეიტინგული სერიალები მსოფლიოში, სამეფო კარის თამაშები, მენტალისტი, ნამდვილი სისხლი, შერლოკ ჰოლმსი და სხვა მხოლოდ GDS-ის მაყურებელს შეუძლია ნახოს. არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს MTV-ს, Grammy-ს და BAFTA-ს დაჯილდოებებს. ამ სეზონზე კი GDS-ი სხვადასხვა ასაკის და სქესის, გემოვნების და ინტერესების მქონე ადამიანებს ახალ საოჯახო პაკეტს თავაზობს. ეს არის Discovery-ს შემეცნებითი, TLC-ს გასართობი და ID Extra-ს რეალური და ექსტრემალური შოუები. ეს ყველაფერი მხოლოდ 2 წლის თავზე ხდება. გვიყურებთ, 3 წლის იუბილეს GDS-ი კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტით შეხვდება.